ისევ პოლიტიკური შეფასებების თემა მართული გუნდის საკონსტიტუციო სარჩელი პარტიების აკრძალვაზე და ოპოზიციის მიერ დაანონსებული ბრძოლა. ნაციონალური მოძრაობა ახალი და ლელო ის სამი პოლიტიკური ძალა, რომელთა გაუქმების მოთხოვნით სახელისუფლებო გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს. სამართლებრივ ბრძოლას იწყებს ნაციონალური მოძრაობა, ლელომ კი საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა და კანონის არაკონსტიტუციურობა მოითხოვა. მას სოლიდარობას უცხადებს პარტია გახარია საქართველოსთვის. რა მოხდება ამ კვირების თუ თვეების მანძილზე ვერ გეტყვით, როდის დაიწყება ეს პროცესი, ამასაც ვერ ვიცი ნასამართლებლად, უბრალოდ ფაქტია, რომ ამ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ სხვადასხვა ეგრეთ წოდებული სამართლებრივი მეთოდებით გაანადგუროს ყველა კრიტიკული ორგანიზაცია, მათ შორის ოპოზიციური პარტიები საქართველოში, აი მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში და რეალურ, ასე ვთქვათ, საფრთხედ აღიქვამენ. ამიტომ ხა სამართლებრივი დიდად ეს პროცესი არ იქნება, თუმცა იქნება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ წინააღმდეგობის კიდევ ერთი შეიძლება კერაც გაჩნდეს, ან კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ეპიცენტრი იყოს, თუნდაც ბათუმში ხოლმე, ან რა ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა პროცესი წავა. გახარიას გუნდი არ არის ამ სარჩელში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თანმიმდევრულები ვართ, ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს, ჩვენ ვაღიარეთ ჩვენი შეცდომები, ჩვენ ვთქვით, რომ პარლამენტის ბოიკოტირება იყო შეცდომა, შემდეგ ეს მთელი პროცესის ბოიკოტირება იყო შეცდომა და რაც მთავარია 4 ოქტომბერი, რომელმაც გაუჩინა ბევრი შესაძლებლობები ოცნების რეჟიმს. 4 ოქტომბრის შემდეგ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა, რომლებმაც შექმნეს ეს დღე. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შევაჯერეთ იმ სარჩელში, რომელიც შევიტანეთ მანამ, სანამ აკრძალვის შესახებ მოთხოვნა შეიტანა ქართული ოცნება. ვიქნებოდით თუ არ ვიქნებოდით ჩვენ ამ სიაში, მთავარი არის, რომ ამ ქვეყანაში ხდება დიქტატურის ფორმალიზების ერთ-ერთი ეტაპი, ეს არის პარტიების გაუქმებით დიქტატურის ფორმალიზება. ეს მიუღებელია, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელიც გაწერილია ჩვენ კონსტიტუციაში და რომელიც ჩვენ გვაერთიანებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს. შეიქმნა საკმაოდ სკელტანიანი დოკუმენტი, 500 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც იქნება ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება საკონსტიტუციო სარჩელის და განიხილავს სასამართლო ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის და მისი საცეცების წინააღმდეგ და მიიღებს, მე დარწმუნებული ვარ, შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ექსტრემიზმი, საქართველოში უნდა დასრულდეს რადიკალიზაცია, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია და აი ეს სექტა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აჯანჯღარებდა ჩვენ ქვეყანას, უნდა დასრულდეს. თუ კი აქვთ რაიმე საწინააღმდეგო, მაშინ გასცენ პასუხი, რატო მოკლეს მაგალითად შავაძე, რატო დაიჭირეს, გადმოიყვანეს მანქანიდან და დახვრიტეს. იყო თუ არა ეს ფაქტი? იყო თუ არა ფაქტი, როდესაც მოწოდებები ისმოდა და ამ მოწოდებების საფუძველზე პოლიტიკური ლიდერები სათავეში ჩაუდგნენ საკმაოდ ისეთ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელმაც მრავალი ადამიანის დაზიანება მოიტანა. თუ ეს ფაქტები არ ყოფილა და ჩვენ ეს დაგვესიზმა, მაშინ რასაკვირველია შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ დევნად. ყველაფერი მოყვანილია, ხომ? მე იმედი მაქვს, რომ ამ პარტიების წარმომადგენლები შემდეგ გამოცხადებიან სასამართლოში და საკუთარ გასამართლებას თავად დაესწრებიან. რა უნდა თქვა, როდესაც იქ საუბარი იქნება წამების სისტემაზე, რომელიც ნაცმოძრაობას ჰქონდა შექმნილი ციხეებში. აი ამას ხო დადგენ და თავისი ყურით მოისმენ. რა სიტყვია, რომ ეს არ არსებობდა? თუ ეს მათი ბრალი არ იყო. რა სიტყვიან წართმეულ ბიზნესებზე, გადაფორმებულ მედიებზე, რა სიტყვიან იმ მკვლელობებზე, რომელიც ხდებოდა და რომელიც აღიარებულია მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ეს სისტემური დანაშაულები იყო. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ საჯაროდ ხალხის თვალწინ მოისმენენ და რა უნდა თქვან, ერთადერთი მათ რაც შეიძლება სამართლებელი თავის სამართლებად გამოიყენონ, თქვან რომ ეს ყველაფერი ტყუილია და კიდევ ერთხელ გაგვიმეორონ ქართულ ხალხს ის ტყუილი, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი იყო დემოკრატიის შუქურა.